ის ადამიანი, ვინც აიგნორებს შენს სითბოს, ყურადღებას, გრძნობებს და კიკიდებს ფეხებზე, შენ და თulis რომ უბრალოდ ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი გაატაროს და ეკუთვნის, სამუდამოდ დააპანჩურო შენი ცხოვრებიდან ეგეთი ადამიანი. არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ კაცი. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ შენზე უკეთესია რაიმეთი, ან შენს გრძნობებს ცივად და უემოციოდ პასუხობს და გიტარებს ადამიანურად, ეს ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი. ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი. შეიძლება ადამიანს არ მოსწონდე, მაგრამ ელემენტარული ემოციის და გრძნობების გამოხატვა უნდა შეეძლოს. ადამიანური ემოციის და გრძნობების გამოხატვა უნდა შეეძლოს. ადამიანობა ემოციების გაზიარება არის პირველ რიგში. ადამიანმა ადამიანს უნდა გაუზიაროს სითბო და სიყვარული. რო იგრძნო, რო ცოცხალი ხარ, ბედნიერი ხარ. ერთი ნათქვამი მიყვარხართი, ერთი ნათქვამი მომენატრეთი შეიძლება ადამიანის თელი დღის განწყობა შეცვალო. სწორედ ესეა. და ეცადოთ, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ სითბო და სიყვარული. მუდამ. მაგრამ თუ ადამიანის შინაგან სამყაროში არდევს გაზიარება სითბოს და სიყვარულის და ადამიანი ბუნებრივად ცივია, ვერაფერს ვერ შეცვლის. ვერ შეიცვლება ესეთი ადამიანი ვერასდროს. ცხოვრებაზე დიდი გაკვეთილი არ არის. გრძნობები, ადამიანები გასწავლიან ურთიერთობებს. შენ ცხოვრებაში მოსული ადამიანები გასწავლიან როგორ უნდა მოიქცე ყოველთვის. ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა გაიაროს შენს ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრი ისწავლო. ან ერთმა ისეთმა, რომელმაც ყველაფერი იცის. ესეა ეს. და იყო ბედნიერი იმითი, რაც გაგაჩნია. თუნდაც საკუთარი თავის სიყვარულით. აი მაშინ იპოვი სულიერ სიმშვიდეს. ვიღაცა რო დაგაიგნორებს, ვინც მოგწონს, ეხა ეს სიტყვები გეხება შენ. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი. ვინც დაგაიგნორებს და გაატარებს შენს მოწონებას, ერთი უნდა იცოდე, ხოლოდ რომ შენ ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ საკუთარი თავისთვის. ის ადამიანი, ვინც მოგწონს დროებითია, გაგივლის, გადაიტან, არ არსებობს, რაიმე რო ვერ გადაიტანო. მაგრამ შენი თავი ყოველთვის შენს გვერდით გეყოლება და არასდროს არავის წინ არ დააყენო, შენს თავზე წინ არასდროს არავინ არ დააყენო ურთიერთობებში. არასდროს. პირველ რიგში შენი თავის ფასი იცოდე და ყოველთვის გეცოდინება როგორ უნდა მოიქცე სხვისთვის, სხვას როგორ უნდა მოექცე და როგორ უნდა მოექცე შენს თავს. შენ კიდე წარმატებებს გისურვებ მუდამ. სიყვარული და სიცოცხლით სავსე ყოფილიყავი მთელი შენი ცხოვრების მანძილზე.